დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ მომღერალი რატი თურქლიშვილი. Geyman. Rapa. ოფცანტი. Wow. აგარგია როგორ სტუმრეთ. როგორ ახალ ძალიან კარგია, უმაგრესი შოუ გაქვს და ძალიან გამიხარდა რომ თქვენთან ვარ. მართლა, აი შეიძლება რამოდენიმე ასე ვთქვათ, გავმაზე. მაგრამ თავარი აქ რა. ანუ ხო, რაღაცებს შესაძლოა არ გამაზო. ყველა მიყვარხარ. შესაძლოა არ გამაზოვე ხარ რო იქნება. ისა შეიძლება ხო, გავმაზო, იმიტომ რომ ჩემი თავი მეზიზრება როგორც ვისმე ხოლმე. მოკლედ, აქამდე გინდოდა სტუმრად რომ მოგვეყვანე, მაგრამ ესე გამოიკეტი ამ თვის იზოლაციაში, ძმაო რომ გარეთ ვერ გამოგიტყუეთ. მოკლედ, იცი ხო, მაგრამ რაც არ უნდა გამოკეტილი ყოფილიყო, შესანიშნავად გამოიყურება, იმიტომ რომ ჩვენი ვანიკოს ამბავი, ხო იცი? რა, ჩემი ამბავი. შეხედე, ჩვენ მოიწვა აუხსნა რა. იზოლაციაში ხო ყველამ რაღაცები დავამუღამეთ, ზოგმა რაღაც მოიფიქრა, ზოგმა ხატვა, ზოგმა ძერწვა, ზოგმა ქსოვა, ზოგმა სიმღერა დაიწყო. ქსოვა ვანიკოზია. ვანიკომ ნახე რა დაამუღამა? ახე ღილებს აბარა ხელები ბანკში რო შეხვიდო. ეხლა ჩალი ჩობრო ჯიმ კერი რო იხდე. დავამუღამე. მითხარი და ეხლა როგორ ახართ აბა თქვენ ხო და პანდემია? შენ როგორ იყავი ამ იზოლაციების პერიოდში? როგორ გაატარე ეგ პერიოდი? იცი რა არის, მე ჩამოვედი, ახალი ჩამოსული ვიყავი რა. ერთ-ერთი ინფიცირების აროდან? ქვეყნიდან და ეს გადამოწმებული არის რომ ყველაფერი რიგზი აქ ამ და რო ჩამოვედი, ხო ესე მიუმართე ეგრევე თვით იზოლაციის ფორმას. ანუ მაშინ არ იყო გამოცხადებული ეს იზოლაცია და იზოლენტა. დაასწრა გამოიცხადე. ხო და ანუ ჩავჯექი სახლში და ძალიან შემეშინდა. იმის შემეშინდა რომ სხვა არ მომეკლა, რა ვიცი, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით და დავიწყე ესეთი რაღაცა ასოციალური გავხდი მაგარი, დავიწყე, ხო, აი მე სოციალური ტიპი, სულ ვეხუტებოდი ყველას რაღაც და უცებ რაღაცა ისეთი მე არ გადავარდი ვირტუალურ სამყაროში მაგის გამო რომ ხალხის ნაკლებობას გზნობდი? ჩავრთე ესე იგი უჟასების არხი. ujas.com სულ ჩართული მქონდა ეგ და დავიწყე ძერწვა. რა თქინდა ujasების არხი შენი? ისედაც უჟასი არა ხო? ხო და ფილმები არ არის, შენ არა მაგრამ. ფილმების ჩარტი საინფორმაციო განავითარა, გამოშვება და ყველა ujas მან ნახავ. მე მაგალითად რეალურებზე უფრო მეშინია. ეგრე რო გაიგრძელებინა. აი გაგრძელება იქნება. რა თქინდა ujasები შეიტანო შესახა? ისე ხო მართლა ხალხს დაემართა აი სასწაული კულინარობას მოკიდეს ხელი და ჩემ მეგობრებს აცები გაიზარდა. აი. მეგობრებო, ამ თვითიზოლაციის დროს ну რატი ესეთია ყოველთვის ძალიან ბევრს ამარტო იმიჯზე არ ზრუნავს ძალიან ბევრს ზრუნავს თავის ჯანმრთელობას ეს და სხვების ჯანმრთელობასაც უფრთხილდება ასე რომ გამოიკეტა მაგრად სახლში როგორ იყო იცით აი არ ეხება არაფერს არც ნახულობს მეგობრებს როგორც სოციალურია უფრთხილდება ჯანმრთელობას იმიტომ რომ სოფლიოში საგიჟეთია ყველგან კორონა არ ეხება რაღაცებს და სახლში არის გამოკეტილი არავის არ ნახულობს და იქ რა მოვიდა მე დაასრულოს როგორ დაიცვა თავი ამ ყველაფრისგან თვითონ მოყვეს ხო ნუ ესეთი რაღაც მოხდა ანუ რა ვიცი მეგობრებს რომ მოუყევი რაღაცინებს ვარ მე მეცინებ და იმიტომ რომ ანუ ორი კიბე მაქვს რა პირველი სართული და მეორეზე მეორე და მესამეზე და იქ მესამეზე ვძერწავდი სულ რამდენი სართულიანი სამ სართული აი შოუ ბიზნესი ჩამოჭი ხო და ისე არის ოკეი იქ დავიწყე ეს სანთლის ერწვა ცვილზე რაღაცა ეთქო ეს ფანტელები რომ მოიყარა ხო ჩუ იმაზე კიბეებზე ამეთი 20 საფეხურიან კიბეზე პირველ აი ხო და დავცურდი კარგად ხელებს დამუშავებული პირბადით ჩვენ რა მეშჩანები ვართ მე და ვანიკო სამსართულიანებს რამდენი ფული შენ მეორე სამსართულიანი არ გაიგო მცხეთაში ცოტა მოჭიმა თორე შეიძლება გაიგო ამიტომ და ესე თითით ჩამოვეკიდე პირველ ჩამოვარდნას ესე და ნუ გამიტყვა უბედური ვიყავ იმიტომ რომ საავადმყოფოში მისვლა შეხვდებიყო გადავიღე ნუ იქაც შევიფუთე გადავიღე და ერთ კვირაში კარებს ვამოწმებდი თუ რაღაც მეგონა ღია იყო და ჩამოვსრიალდი იქიდან და აი სისხლებით ეს თავი მუსიკალურად ჩამოვარდი რომ თავი დაეცა მუსიკალურად ჩამოვარდი სულ ნოტები ხო და სულ ნოტებით ჩამოვარდი შენ წავ შენ რო ჩამოვარდი შენ რო ჩამოვარდი შენ შეუბრო არა მართლა ძალიან ლო მაჟორ და მაჟორ როგორც იცი შენ ადექი და აქტიურად დაიწყე შენი რაღაც გემოვნებით სახლის მშენებლობა და ასე შემდეგ ცხეთაში და
ლამის არქეოლოგია შენი ჰობი გახდა და აი ეს მაინტერესებს შენი სახლის გათხრებისაც არის აღმოჩენილი. ეს სამკაულები. არა, ეს ძველი არის სულ ნაჩუქარი ხოთაშორის. არა ის ქვია ვერცხლის აზეგეუმები. იცი დიდი შანსია რომ ეს ახლა რატო ანტიკურად გამოიყურება. რომ იცის რომ ეგრევე დაიწყებდი მაჩუქი რა აი მე-11 საუკუნეში მაქონია ეს. როგორც იცი შოუ ბიზნესი. ხო და არა ეს არ არის იქ, მაგრამ იცი რა არის, იყო ვარიანტი რომ ჩემს გვერდით ვინც ცხოვრობენ იქ აღმოჩნდეს რაღაცები. ოქროუ. ასე რომ ჯერ კაც მარიცი შენი სახლი და ეზორაზე დგას. არა, ჩემი გადამოწმებულია უკვე. შენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამობ, არ ვიცი როდინდელი, ამიტომ არ ვიცი კორონამდე იყო თუ კორონას მერე, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ამობ, რომ წინა ცხოვრებაში იყავი მეცხვარე. ანუ ძალიან რთული მოსასმენი ადამიანია, რომელიც როგორც მისდე სამყარო ისე უნდა წასულიყო სხვაგან საქართველოს სახელით და წინა ცხოვრებაში იყო მეცხვარე. ეს სამყაროს ბალანსია, ხო ხდები? წემსი, ხო, ბოდიში. მე წინა ცხოვრებაში ცხვარი ვიყავი მაგალითად. ანუ რაღაც კავშირი გვაქვს, იმერეკებოდი. რა წყაროებით გაიგე რომ წინა ცხოვრებაში იყავი წყემს? პირველი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა ზუსტად მაგ დროს. აი მასწავლებლები ხო გვირიგებდნენ ფურცლებს, რომ აი ვინ გინდა და ზოგი წერდა ექიმი მინდა გამოვიდე, რაღაცა მინდა გამოვიდე, რაღაცა მასწავლებელი თუ რა, მე დავწერე წყემს. რომ გამოვიდე. წემსი უნდა კაცო. და ძალიან გული დაკნო რომ შენი ჩანაფიქრი არ ახსულდა ცხოვრებაში, ხო? წყემსობა გაგემაზება, ესეც ხო რაღაცაა. იცი რა არის? როგორი კარგი იქნეს ის ბულინგი. ხო და ნახე რა მოხდა, ანუ რომ დავწერე, მე სახლში მქონდა რაღაცა ეს ვარსკვლავების თუ ასტროლოგიური წიგნი და იქ რო გამოვიკვლია ჩემი ეს დაბადების წელი და რაღაცა მართლა აღმოჩნდა რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი. მე ვერაფარ იმას. აი გრიგოლია წინა ცხოვრებაში ხო მავნე. აი მაგალითად მე იმასწავლებელს არ ვიცი ახლა ვეტყოდი რომ არ აი რო არ შეეშალა ხელი მაგალითად რატის ოცნების ასრულებაში რომ წყემსობა უნდა აი წარმოგიდგენია რა სვეტკი წყემსი გვეყოლებოდა ეგეთი წყემსი აი წარმოიდგინეთ ხვარს რომ გამოპენტავ და ფერდობზე და აი ხო ხდება აი სვაროვსკის თვალით რომ გლებს ირეკლავ რა ეს და ხვარიც როგორი უნდა იყოს აი გეუბნებ და ძროხები და წარმოიდგინეთ იქ აკეთებს მუსიკას თან აი იქ აკეთებს რაღაც საოცარ მუსიკას აი სხვა ჟანრშია საერთოდ წასული მიდიან ინტერვიუებზე იღებენ და აი მოკლედ რატი ჩვენ თავარი დღევანდელი ჩვენ თავარი ამბავი უნდა ვუთხრათ რა უნდა ვუთხრათ სტუმარს ვუთხრათ ჩვენ ინტერვიუში თამაშ-თამაშით გადავედით ინტერვიუზე მაგრამ ასევე თამაშ-თამაშით უნდა გადავიდეთ თამაშზე ოკეი გადავიდეთ ახლავე გადავიდეთ ერთ გუნდში ვიქნები ჩვენ მოვიდეთ რატი მე და შემო აბა რა ხარ რატა ხარ რად არის რატი მზად არის თამაშ სოთაში და შემოგთავაზებთ ერთ კარგ თამაშს, ჩემო რატი, ამას ქვია უცხოელის ჰანგები. რაში მდგომარეობს ეს თამაში? ჩვენი მეგობარი დანიში გაახმოვანებს იმ სიმღერას, რასაც გაიგებს ყურში, ამ ყურსასმენებით. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ. ორ გუნდად ვართ გაყოფილები. მე და ნიკო, შენ და ილო. ოკეი. სად ვართ? გაგვამხნევეთ! შეგუძლებთ, ნო, დასწრებაზეა. თუ გეცნობა მელოდია, რასაც ვღერის დანიში, დაასტოპეთ. გავიგოთ მერე. დავასრულოთ ვერსია. ნახოთ დანიში. Are you ready? Ready? Yeah! დანიში ready. Gesiznebi Tuki nebi დაარტყა აი ოკეი დავარტყი ხო ისე შვენიურად მღერის და შვენიურად pronunciation is აი Bravo დანიში. დანიში ქართული თუკი გესიზები თუკი გენატრები შეგესიზები გაიგე მე მაყურებელსაც დავასწარი ალბათ დავწამა ცოტა რთულები რა. ქართული უსწავლია დანიში. საინტერესო ტიო მანდს როგორ წაიმღე That's why you get bored. No, like little. Okay. Really less. Okay. No, you go on. Can we? Go nebi, go nebi, go მაინც მე გავარდყავ. მე მგონი ვიცი. ისა, სევდიანი გზები, დანდანა. ეგ არის. რა ბრავო, კაცო, გვიგებენ. ეს სიმღერა თქვენზეა, სიტყვის მეგობრები.
მქონდა, ვერა ვერსია მქონდა, ისი ძებრილები და ჯერონი. ეცეკ მეგონა მარტო. კიდე კაი არ და. კარგი, ესეთი ვერსია ხო? ისევე ძებნილები, ჯერონი. გიგებენ ნიკო, გიგებენ. გავცხეთ. არე ბატე ბაცე კოგია. ეს თქვენზეა, გოგია და ხარება ნახე. გრიგოლია. კარგი. ამით მე ბექი ვიქ. მოძრაობის ვერ გოგონა მაიცა. რა. ხაფანგზე წამოეგო. რა არის? ჩემო გოგონა იმღერება სიმღერაში ჩემო გოგონა ჩემო გოგონა, რა ვერ ჩემო გოგონა ხარ სიმღერაში იყოს, კაცო. შეიძლება მეშლება, რა ვიცი. არა, ჩემო გოგონა და ხარ ვიძეთებია, აჰა. იქნებ გავარ. ჩემო გოგონა დავასახელეთ. მე ჩვენი ვერსია დედე და დებია. რა ერთხელ გოგონა რო იყოს ნახსენები, ჩვენს მომასპის აი ვისებუტება აბა. რა ვიცი, ჩვენს მომასპის მემღეროდი რა ვიცი. აი გულა იმათ ეწება. რა სიმღერა იყო, კითხე. არა, არ იყო ჩემი სიმღერაზე ჩვენ მიმღერ. ეგ ჩემი. შემდეგი. ნუ დაბადე მამა დიმადებია. დაბაძბანაი დიმადი. ნახში. რა ნახში? კაცო. რუს ხმალაც ურ მუხტა. მე მგონია ბაშიაჩუკი. ბაშიაჩუკია? შენი ვერსია. არა ვერსია ნახშირი. ხო, ეგ არის. ნახში. ამ ხოს ვერ ამოვხსენ და ძალიან დიდი მოდი. აბა მოდი განვაგრძოთ. სეპერედები. ყველა რატო გავს ერთმანეთს? გოლიკო. გულიკო, ხსულიკო, ხაფანსულიკო. ხო, დარ. აი, რა, მაგრამ სულიკო მართლა ერთ-ერთი იმღერა მე მგონი. მეც კი გამოვიცანი. მე მელოდიის კი ვერ წავედი, ანუ აი სიტყვებს ხო, მე აი სულიკო გამიცოცხლა პირდაპირ. გავაგზავნე სიმღერა გავუშვათ. Ilece dobisha sinsenebusebeta. ქართულია ესა? დელაში dobisats. ყველას, ამას იმას და გელას, დიძას უყველას, კათოლიკე. დამში დოდეცარა. რა გიტარი? აბა რა. გელას. მე ვარ. აბა რა. ძალიან ადვილია, თორსა დააკვირდით და ფორმულა უნდა იყოს. დანიშ, thank you man. Thank you. ოჩარ ბიჭებო. ბოლოს უკვე სადეთ რო წამოგწევოდით, მაგრამ აღარ გამოგვივიდა. გავაცილოთ დანიშ გოლი გაიგონოთ. ცოტა. ჩვენ კი გავაგზავნოთ და შემდეგ თამაშს შემოგთავაზებთ, ხო რატი? ოკეი. კარგიო რატი. ასე რატი, ეხლა ჩვენ თამაშობთ დახატე ფილმი, ასეთი თამაშია. კინოობანა ხო გითამაშია? უსიტყვოთ რომ უნდა ახსნა რაღაცები. აქაც იგივეა, უსიტყვოთ უნდა ახსნა, ოღონდ უნდა დახატო. გინდა სათაური, გინდა ნებისმიერი რამ, რაც მიგვახვედრებს ფილმის შინაარსთან. ან სახელთან, ან სათაურთან. მე მგონი მზად ვარ და მაინც სტუმარს პატივს ვქცევ და მე დავიწყებ პირველი. ვანიკო, რო იცოდე ისე მე თითქმის ისე ვხატავ როგორც მღერი. ხო. რო იცოდე. კარგი. ხო, და თავი დამოვიწყე. ისევ შენდეილო ხარ გუნდში და მე და ნიკო, ეხლა მე ვუხსნი ნიკოს. წავიდა. ოჰო. მაინც მე უნდა გამოვიცნეს. ადამიანის თავი, პირი, თვალი, კუნინძა.
მუმია. ბიჭო რა კაი ხარ? ამით დამთავრდა ჩვენი გამოცნობები, ეს ხო ერთ-ერთი. აუ ძალიან აზარტული თამაშია. დავშალო ესე იგი. აი, ერთი ცალი. არ მოეწონა რა. მე არ აჰა. ვინ არის? ვინ იწევს მე პანიკო? ვარ, ეგრევე. აი პორნო. მე ვარ ერთი ესა და ესა. კი, ნახატია ხო, აბა. უნგრეთში. ქართულია თუ უცხოური? აი. ეს შენულა კითხვა ეგრე. მელომი. აბარა. პაკაცის ვამბობდი მარა. მე იცი ვის მაგონეს? მე ვარ ერთი ცი და იქ რო ის იყო. ჩემი სიმბა დავხატე. არა. ვაკი არის. გავს. ჩემი შემდეგი კომპოზიცია. ჩემი შემდეგი შედევრები. აბა მიდი ილო. არა მე ვეროდები რატის ნახატ სპაი. აუ, ეს როგორ უნდა დავხატო? არა არ ჩაბრუნო. ერთის გამოსვლებს არ ვარ. ერთი ხელის მოსმით ილო, ერთი ხელის მოსმით ილო. სამქულიანია ილო, ერთი ხელის მოსმით. აჰა. ხატავს ბიჭო. აუ. არა, ვაიმე, ეს ყველგან წავიდა, თუ რაში? ვაიმე. ეს ტიპი დახატა. ჯერჯერობით ატარო ისკული მეგონა მანამდე. ვიღაცა მის ჰარი პოტერი, ვით რაღაცა? ვა. რეტო. ვა, პელე. ანუ პირდაპირ სახელი დაგეჭე. ცოტა შავი ლაქები ჭირდება. ვა პელე. მა. ეგეთი პელე რაღაცა დავხატე რა გინდა? ისე უნდა ვაპელეთ. კომიქსის ჟანრი არ აუ, მარველია, ჩვენი მარველი. გითვლით მოსულ. კომიქსების ჟანრია რა გინდა? What it's good for? რამში გზია? Nothing. კაია, რამში. ამას შანსი არა. მოგვიწევს, ისინი ჩამოვიდნენ მთიდან? არა, რამში. ისინი მომივიდათ. ახლოებით. რამში გზია? კაია, ესე უნდა აგიხსნა. აბა. ხო. დავიგეგ. ვიცი. აჰა. აი ეს. ის მივხვდი. ქართული არ არის. არა. აუ, როგორ დაგიხატა. ხო, ეს გავიგე. ეს ყვავილი ის რა ყვავილი? არა, ის დაუსვი ზედ გუგული. დაუსვი. აა, ჩიკჩიკე გუგული. გუგულის ანუ აი ეს ძალიან ცუდია. ანუ იქ მაგრამ გუგულის დას გადა. ეს გამოვიცან თავარმა ბიჭებმა. ამან გამ. შენ კარგად დახატე, მადლობა ორი ქულა შენ, ორი ჩვენ, ასე რომ ჩვენ არაფერი არ გეღატებათ. შენ ჯერია. ჩემი ჯერია. მე არ ვიხედები. ერთი ხელით ვიღებ ფურცელს, ერთი ხელით ვიღებ მარკერს და მიჭირავს გახსნილი. всё, დაიწყო. აბა! ჰანანანანანა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, ხო? თუ გამოვიცეთ. ეს არა ბიჭო. მიდი დრო გადის. ამას პირიქით, ხო, იყოს ესა. ჰანანანანანა. ჰანანანანა. აბა. ფუ. ოუნი კაიბო. გადმოიწია ცოტა უკაცრე. სასროლი მანძილი. აუ მე ვიცი რა. უკარაჩა. აბარა! შვიდივე ესროლა. დავერცეთი ვერ გააკრა. თავიდან მეგონა მატრიცა და ის ნეო გადაწყვეტილი. მეც აქ მეგონა, მაგრამ ციფრები რო დაიწყე. ციფრები ხო? აბა. არ ვიცი რა გავაკეთო. წავიდა? დრო წავიდა, დრო? თუ გინდათ რა ფილმია გითხარი და გიკარნახებ, კარგად გამოგდის თუ არა. სვაში ხდება ვიღაც თავს იკლავს. ასაკეთ. ქართულ და ფილმები. ვიღაცას აქ დიდი. ქართულია ილო? ხო. ვაი მე რას ხატავს? აუ მე ვიცი. მართლა მიხდი? ეგ არის რო? ალბათ. არა.
სხვა ლა ქართულია მე ვიცი რაც არის აი ოკეი ეს ნეტა მე შემხედრო დააიგა ვერაფრით ერთმა ვერ მივხვდი რა არის აი წარმოდგენა არა მაქვს რა დახარ თიშაბელა შერეკილები ან ერთმა რა დახატა ან მეორემ რანაირად გამოიცნო რა შერეკილები აბა ვანიკო მშვიდობა გაქვს ბიჭო იყურებ ვანიკო დრო წავიდა დრო მიდის დრო გავიდა დრო აბა ყველაფერს კარგად ხედავ ვანიკო ეს არის გამოის ვაიმე ვიღაც მიდის რიგოლი ესტილი შოხით მიყვება კაცია ესეც დონკიხოტი და სანჩო პასტა არ არიან რაღაცა გამომიმაპატით შენ წავა კარგად ხატავ ო ეგ არის კოპია ვითომ ეგ არის ჯარში მიდიან ვიღაცები ბიჭი აქა ვიღაცა და კიდე სიტყვით თქვი ეგრე უფრო მე ადვილად ბებიელიკო დაილარიონი ეს ბებია დახატე არა ბაბუა აბა როგორ ამ ხაზი მინდა გავა რა კარგად დახატე ნახეთ კი მართლა ხასიათია თუ ეგრე თუ შეიძლება ორი რაღაცით აი ხა შენ დახატებ და შენ უფრო კარგად აუ ვანიკო შენ უნდა ხატო დედას გეფიცები აი ხო არ ხომ ეგრე Facebook-ზე რომ ვიღაცა ძალიან უნიჭოლეს რო დაწეს აი სიდებილეს რო დაწეს უნდა წერო ვიღაცები რეუნები აი ნახატზეც არის კიდე დახატავს რაღაცას შენ უნდა ხატო რა უნდა ხატო უბრალოდ არავის არ მოეწონება მაგრამ ხატე მაინც კი რა ტიგ ვიხატავს მოდი ეს ყველამ გამოვიცნოთ კი ბატონო ხელი ავიწიოთ ვინ ო ჩვენ შეგვეთულება ხელი ავიწიოთ და მე ვცვათ ვერსია ხო არ წამოვიყვიროთ ეგრევე მე მგონი ვახ რა მაგრა ხატავს ბიჭო ხო რაღაცა სივრცეებს და რაღაცა ტიპის თავი დახატა ვიღაცის დონალდ დაკი ხო არ არის კი დონალდ დაკი აღარ მახსოვს იცი ვის მაგრამ ეს კაშმარ გამოსი აზორო ბიჭო არა ხატა ნახე როგორ ხატავს აუ ლინკის თულს გავს რაღაც ეს თავის ქალა არა კოვბოია ვიღაცა რა ფილმი ბიჭო ნიგა ეს ბიჭო ეს ნახატი რჩება ეგ დავიტოვოთ რა მაგარი დახატა გამიტყდა რომ ვერ ბიჭო აია მოკლედ რა ბიჭო დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის